ქუთაისო ჩემო დედულეთო გულისა გულედან ლავისა მომენტო ჩემი ბაღის კიდე ხავსიანი ეზო თან კაბინეტში როგორ ახარ? კარგად შენ? გულის პარლობებია. მარიამ კარგად ხარ მოწყობილი? მადლობა. ეხლა გვინდა რომ ახლოდან გაგიცნოთ რომ შენი მიღწევების შესახებ ვისაუბროთ, ხო და დავწერთ. მარიამ, როდი ჩამოხვედი საფრანგეთში? რა ეტაპები გაიარე, მოკლედ რომ მოგვიყვე და გაგიჭირდა თუ არა ადაპტაცია? როგორც ყველას მეც მქონდა რთული ეტაპები 2017 წელს ჩამოვედი. დედას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ის გეგმა რომ საქართველოში დავბრუნდებოდი და ჩემ კარიერას გავაგრძელებდი საქართველოში და ჩვეულ ცხოვრების რიტმს დავბრუნდებოდი აბსოლუტურად შეიცვალა და მოხდა ისე რომ გავიცანი ჩემი მეუღლე დავოჯახდით და აქედან შეიცვალა ჩემი ცხოვრება საფრანგეთის ძალიან მადლობელი ვიყავი ყოველთვის იმიტომ რომ ჩემ საჩუქა საფრანგეთმა სიცოცხლე რაც ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმ ეტაპზე მაგრამ ემიგრაცია იყო ძალიან დიდ სირთულეებთან დაკავშირებული ბევრი წვრილმანი დეტალების გამო ასევე ენის ბარიერის გამო ინტეგრაცია არ არის მარტივი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აი მაგალითად სტუდენტურად არ მოდიან. სტუდენტურად ვინც მოდის და უკვე ფრანგული ენას ფლობს, ეს ძალიან დიდი პრიორიტეტია აქ ინტეგრირებისთვის და მათ უფრო უადვილდებათ. სამშობლოს მონატრება, ნათესავების საყვარელი ადამიანების მონატრება ყველას გვაწუხებს აქ, მაგრამ ამას რომ ემატება ენის ბარიერიც ძალიან რთულია პირველი ეტაპი. შემდეგ ქორწინების შემდეგ შეიცვალა ძალიან ბევრი რამე. და ვიპოვე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, შემეძინა შვილი და შემდეგ უკვე გადავწყვიტე, რადგან აქ გადავწყვიტე დარჩენა ცხოვრება და განვითარება, ეს აუცილებელი იყო უკვე. დავიწყე ენის შესწავლა პირველ რიგში და ინფორმაციების მოძიება ჩემი დიპლომები აღიარდებოდა თუ არა საფრანგეთში. მოხდა ისე რომ ჩემი განათლების დიპლომები ნაწილი აღიარდა, მაგრამ ბოლომდე 100%-ით ვალიდური რომ ყოფილიყო ჩემი დიპლომი, ამისთვის უნდა მეპოვნა კონტრაქტ აპრენტისაჟ, ესე ქვია. ან მისწავლა ბოლო წელი თავიდან საფრანგეთში. ესთეტიკის სფეროსაც შეეხება CAP ესთეტიკა არის ესეთი საბაზისო კოსმეტოლოგიური კურსი საფრანგეთში. დავიწყე აქაც სწავლა იმისთვის რომ სალონი გამეხსნა, იმიტომ რომ ჩვენი დიპლომები სამწუხაროდ საფრანგეთში ჯერჯერობით არ ღიარდება. ესთეტიკის სფეროში გადავწყვიტე რომ მოკლე ფორმაციონები, რომლებიც არის აი მაგალითად პერმანენტული მაკიაჟის შესწავლა, წამწამების ღეროვანი დაგრძელებით დავიწყე სუპერველი ფორმაციონი საფრანგეთში. ეს იყო ჩემი შემდეგ პერმანენტული მაკიაჟის 4 მეთოდი, წარბი ლაინერი, ტუჩი, წარბის 3 მეთოდი შევისწავლე. პეიდელესტის ქვეყნები ზოგადად ძალიან ძლიერები არიან ესთეტიკის სფეროში. საქართველოში ბევრს წარმოუდგენია, რომ საფრანგეთისნაირი ქვეყანა არის ძალიან ძლიერი ესთეტიკის სფეროში და შეიძლება ბევრმა ვერც დაიჯეროს, რომ ანუ საქართველოში განათლება მიღებული ადამიანი შეიძლება ძალიან დიდი კონკურენტი გახდეს თვითონ ფრანგი კოსმეტოლოგის, იმიტომ რომ ჩვენთან ეს სფერო ძალიან მაღალ დონეზეა და ძალიან მარტივად მოვახერხე ინტეგრირება. კონკრეტულად რა პროცედურებს სთავაზობ შენს მომხმარებელს? კანის მოვლა, სახისწმენდა, ღმაწმენდა, მექანიკური და ჰიდრაფასიალ, მექანიკური და აპარატურული წმენდა,
წარბის კორექცია, პერმანენტული მაკიაჟი, რაც მოიცავს მიკრობლეიდინგი, მიკროშეიდინგი, მიკროპიგმენტაცია, თვალის ლაინერი, მიკროპიგმენტაცია, ასევე ომბრე და სრული საცხის ეფექტი მიკროპიგმენტაციით, ელექტროეპილაცია, წამწამების ღეროვანი დაგრძელება, ნებისმიერი. და მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ მარიამი სულ ახლა გადმოვიდა პარიზში. ძალიან ვჭირდებოდი. ასევე წამწამის და წარბის ლამინირება, დაფერვა. და იმედია რამე არ გამომჩა. ძალიან საინტერესო. მარიამ, როგორც ვიცი, აკეთებ სასწავლო ჯგუფებს. მაქვს ფრანგული სერტიფიცირებული კურსები, ვარ ინდმეწარმე, ჩვეულებრივად დეკლარირებული საფრანგეთში, გავცემ ფრანგულ აღიარებულ სერტიფიკატს, მაქვს პროგრამა ქართულ ენაზე, ქართველი მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ ეს იდეა, როდესაც დიდი ხანია მაქვს უკვე უფლება გავცე სერტიფიკატი ფრანგული. უბრალოდ ეს იდეა, რომ ქართულ ენაზე გამეკეთებია ფორმაციონები და გამეცა სერტიფიკატი მომივიდა იქიდან გამომდინარე, რომ ვუყურებდი ადამიანებს, ქართულ გოგოებს, რომლებიც უმრავლესობა მუშაობდნენ დალაგებებზე ძიძად, როდესაც შეეძლოთ მეტად განვითარებულიყვნენ და წარმატებულებიც ყოფილიყვნენ. ბევრ სხვა ეროვნებას აქვს გვერდით დგომის კარგი უნარი და თავის თანამემამულეებს გვერდით უდგებიან და ეხმარებიან ინტეგრაციაში. რატო არა ჩვენ? ნამდვილად ძალიან კარგი ჩვენ შეგვიძლია შანსია. გქონდეს დიდი შემოსავალი, ვიყოთ პატივსაცემი, დაფასებული, ვიმუშაოთ სულთა გარემოში, გქონდეს ჩვენი კერძო ბიზნესი და შემოსავალი. ჩვეულებრივად, როგორც სალარიე ღებულობს ფიშტეპეის, ასევე ჩვენ შეგვიძლია წარვადგინოთ ფაქტურები გავაკეთოთ, როდესაც ინდმეწარმე ვართ და უხსაფის გადახდების კურსლები იგივე ფიშტეპეია შეუძლია ადამიანს საბუთს გაახლოს ამის საფუძველზე იქნება დეკლარირებული არ შეიქმნება პრობლემები კანონთან. ეს ძალიან კარგი და კარგი შესაძლებლობა არის ეს. ძალიან კარგი შესაძლებლობა. მე რომ მქონოდა პირადად ეს შანსი, რომ ქართულ ენაზე გამევლო ფრანგული ფორმაციონი, ბევრად უფრო ადრე მივახცევდი იმას, რაც დავკარგე, რაც მივახციე, ველოდე მესწავლა ფრანგული ენა და შემდეგ გამეკეთებია და ძალიან კარგი შანსი იქნებოდა. ეს შანსი მეც რომ მქონოდა. საკმაოდ მალე მოახდინე ინტეგრირება და დავაგროვე ფრანგი მომხმარებლების ბაზა, რომლებიც რეკომენდაციას მიწევდნენ თავის სამეგობროსთან, ოჯახის წევრებთან და ქალაქშიაც ვცხოვრობდი, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, მონპელიეს მხარეს, საკმაოდ ცნობილი კოსმეტოლოგი გავხდი. სულ ახლა ხანს გადმოხვედი პარიზში, აღნიშნე უკვე და მაინც როგორი არის უკვე დაინტერესება მოსწავლეების მხრიდან და ასევე მომხმარებლის მხრიდან. მომხმარებლები გასულ წელსაც ფორმაციონებზე, როცა ვიყავი პარიზში ჩამოსული, მაშინაც მყავდა კმაყოფილი მომხმარებელი არის ჩემი რეკლამა თავის სამეგობროს ეუბნებიან და მოყავთ თავის მეგობრები აქედან გამომდინარე იყვნენ ადამიანები უკვე რომლებიც მელოდებოდნენ დიდი ხნის მანძილზე მთელი წელიწადი მელოდებოდნენ და რა თქმა უნდა დაბრუნდნენ და თავის მეგობრებთანაც გამიწეს რეკომენდაცია რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ერთგულებისთვის ლოდინისთვის და მიხარია რომ გავამართლე მათი იმედები. მარიამ, თუ გამოგიყენებია და დაგხმარებია ის მომენტი, რომ შენი მეუღლე თავდაცვის თანამშრომელი არის. ჩემი მეუღლე თავდაცვის თანამშრომელი იყო, ჩამოსვლის მომენტიდან სამხედრო სამსახურში იყო საფრანგეთში. პირდაპირ მისი ცხოვრება საფრანგეთში დაიწყო მისი კარიერის გამო. შემდეგ რა თქმა უნდა, კი ძალიან ბევრ რამეში გვაქვს პრიორიტეტი. საბუთის საღებასთან დაკავშირებითაც ვართ პრიორიტეტულები საფრანგეთში. ორ კვირაში ავიღე მოთხოვნიდან საბუთი ეგრევე ჩვენი თემა განიხილება სხვანაირად საფრანგეთის პრეფექტურაში
იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ემსახურება საფრანგეთს და ამ ხრივაც ძალიან ბევრს, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს ახალგაზრდა მამაკაცებს, ვისაც აქვს სამხედრო გამოცდილება ან არ აქვს და შეუძლია სამხედრო სამსახური, პრიორიტეტულები იქნებიან საფრანგეთში თუ მოინდომებენ და შევლენ ფრანგულ ლეგიონში. როგორი იყო ლეგიონერის მეუღლეობა? მას როცა მიდიოდა დავალებებზე? მისიებში ხო? რთული იყო, როგორც მეუღლისთვის, პატარა ბავშვისთვისაც რთული იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ იცი როგორ არის ხანდახან, როდესაც მისიებში არიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ასევე ვიჯი პირატები არის ისეთი მისიები ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა, ყველას ვინც საფრანგეთიდან გვეყურებს, უნახავს შეიარაღებული სამხედროები სადგურებზე, აეროპორტებში, რომლებიც იცავენ ჩვენ შვიდ ცხოვრებას, უსაფრთხოებას და საფრთხესაც შეიცავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც ანტიტერორისტული სამსახური ესეთი მისი აკისრიათ. ბაჭარ, ალბათ შენი დამსახურებაც იქნება ის, რომ როგორ გითხრა, მის შესწორიც არ იქნება ალბათ ეს მარტივი, ხო? რა თქმა უნდა, როდესაც მეუღლეს და პატარა ჩვილბავშვს ტოვებ და მიდიხარ, ეს მარტივი რა თქმა უნდა არ არის, ოჯახის მონატრებაც არის. თუმცა, როდესაც მისიებში არ არიან, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ, აქვთ ბევრი პრივილეგია ზოგადად. საფრანგეთი აძლევს ლეგიონერებს ბევრ პრივილეგიებს. ახლა მე რადგან მე თვითონ ზრდიდი და არ ვმუშაობდი, არ მისარგებლია ესეთი პრივილეგიებით, როგორც იყო ძიძა, რომელსაც გიფინანსებს მაგალითად. ლეგიონი შეგიძლია დამხმარე ქალი სახლის დასალაგებლადაც დაგიფინანსოს და არის ბევრი წვრილმანი და დეტალები, რომლებიც არის ლეგიონერების ოჯახებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, პირველი კონტრაქტი ყოველთვის მათთვისაც რთულია შედარებით. ძალიან ბევრი ქართველი არის, ხო, როგორც ვიცი. საკმაოდ ბევრი, ძალიან წარმატებული, დაფასებული, რომლებმაც ბევრი წელი იმსახურეს, ბევრი მადლობის სიგელები და ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი სამხედრო პოსტებში. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია, რომ გესტუმრე, შენს გამონახე დრო და ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ. გადაცემა საზღვრებს მიღმა ამ მომენტისთვის დაგემშვიდობება და ვისურვებდი, რომ მალე შენს სხვა სივრცეში, უფრო დიდ სივრცეში წარმომიდგენია, რომ შენი პატარა კლინიკაც კიდე რო გქონდეს. ეჭვიც არ მეპარება, იქ მოვიდე გადასაღებულად. ძალიან გამიხარდა თქვენი სტუმრობა, ასევე მინდა ვისარგებლო მომენტით და ყველა ქართველს ვუთხრა, ვინც ეხლა ჩვენს გადაცემას ნახავს, რომ შანსი აქვს ყველას. თავიდან რომ ჩამოვედი, ძალიან დაკარგული ვიყავი და ეხლა სადაც ვარ, რომ შანსი აქვს ყველას. თავიდან რომ ჩამოვედი, ძალიან დაკარგული ვიყავი და ეხლა სადაც ვარ, ამას ვერ წარმოვიდგინდი ვერანაირად, მაგრამ რასაც მომინდომებთ ადამიანები, ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია აბსოლუტურად. არაფრით არავის ნაკლები არა ვართ. საფრანგეთში არა უშავს. საფრანგეთი გვაძლევს იმის შანსს, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი უფლებები, თუ შეუძლია სხვა ეროვნებებს მიაღწიონ და იყვნენ წარმატებულები, ჩვენ შეგვიძლია და ძალიან მოხარული ვიქნები ყველას წარმატებით და ყოველთვის, როდესაც ვიღაც მეუბნება ფრანგი, რომ ვიღაც ქართულს იცნობს, ეს გულში სულოცულობ, რომ აი კარგი ქართველი შეხვედროდა სადღაც და ყოველთვის გამიხარდება თითეული ქართველის წარმატება და მინდა რომ გისურვოთ უზომოდ ბევრი წარმატებები და თქვენი ოცნებების ჩანაფიქრების 100%-ით ასრულები. ძალიან კარგი სამოტივაციო მესიჯით დავასრულეთ ჩვენი გადაცემა და ძალიან დიდი მადლობა შენ.
კარგად.